მოგესალმებით, გაგაცნობთ მე ვარ კატო და გეტყვით რამდენიმე წუთს წაგართმევთ, გეტყვით იმას, რომ ჩემთან ტაროს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ აქ TikTok-ზე პირად შეტყობინებაში, ან შეგიძლიათ მიპოვოთ YouTube არხზე, იქაც კატო კრემით და იქ მითითებული მაქვს როგორ უნდა დამიკავშირდეთ. რაც შეეხება დღევანდელი გაშლა, მოდით ესეთი რამ ვიკითხოთ. რას მალავს პარტნიორი? რა არის ის, რასაც თქვენ არ განახევთ, არ გეუბნებათ, არ ვიცი, როგორ დავარქვათ, რას მალავს თქვენგან თქვენი პარტნიორი? პირველ რიგში ნახოთ. ეს თქვენი პარტნიორი ვინ არის? როგორი ადამიანია? რა უნდა? სხვადასხვა ძალიან ისეთი არც ძალიან მშვიდი, არც ძალიან ბრაზიანი. ადამიანი არის ძალიან გაწონასწორებული. გაწონასწორებული, ხო, პრინციპში გაწონასწორებული. ადამიანი არის ძალიან მე ესე ვიტყოდი, რომ თავისებურია. აი, რაღაც მომენტში ხო გაწონასწორებული ყველაფერი რიგზია, მაგრამ მეორე მომენტში თითქოს რაღაცა არაფერი არ უნდა თუ საერთოდ რა უნდა თვითონაც არ იცის, ხო? აი, ზუსტად ეს მომენტი, აი, არ ვიცი რა მინდა, არ ვიცი, მინდა თუ არ მინდა, თან მინდა, თან არ მინდა, თან კარგად გძნობ თავს, თან ცუდად გძნობ თავს. ცოტა უცნაური ადამიანი მოვიდა აშკარად ჩვენთან სასაუბროთ. ადამიანი, რომელსაც თვითონ არ აქვს ჩამოყალიბებული თავის თავში რა სჭირდება, რა არ სჭირდება. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობა შეიძლება ცოტა ესეთი პაუზაზეა თქვა გასული, ბოლომდე ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში აქ არის შემოფერხებელი სიტუაციები და შესაძლებელია, რომ რაღაც დროებით გაჩერებული მდგომარეობაც არის და მეორეს მხრივ ვიტყვი კიდე ის, რომ აქ არის ძალიან ბევრი ბარიერი თქვენთან, განსაკუთრებით შესაძლებელია აქ იყოს რელიგიური ბარიერი, ასაკობრივიც შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში აქ მე ესე ვიტყოდი, რა ნახეთ საერთოდ გკითხავდით კიდევაც შეიძლება, იმიტომ რომ აქ ძალიან განსხვავდება თქვენი და მისი აზროვნების არეალი, ესე ვთქვათ. კარგით, რას მალავს ეს ადამიანი? რას მალავს? ეს ადამიანი მე ესე ვიტყოდი, რომ რას მალავს თავის რეალურ სახეს. რეალურ სახეს, რომელიც არის შეიძლება ითქვას ადამიანი, რომელიც მე ვთქვი და გადავწყვიტე და ისე იქნება, ხო? მე როგორც ვიტყვი, ისე გავაკეთებ, მე როგორც გადავწყვიტე, ისე იქნება. მეორეს მხრივ აქ ადამიანი მალავს, შეიძლება ითქვას არ ვიცი, აქ ხო რელიგიური მომენტი ძალიან წამოვიდა და მე ესე ვიტყოდი, რომ აქ შეიძლება ადამიანი მალავდეს იმას, რომ ურთიერთობები არის სხვა ურთიერთობებით თქვენს გარდა. და შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე ცოტა ურთიერთობა 1 და 2 არ არის. აქ აშკარად ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ მალავდეს ოჯახურ მდგომარეობასაც. კონკრეტულად, ხო, აქ აშკარად ადამიანი მალავს, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა უკვე აღებული, მას აქვს რაღაცა სტაბილურობა, მას აქვს ოჯახი, მას აქვს რაღაცა მყარი ურთიერთობა და შესაბამისად, აქ
თქვენ თუ თანახმა ხართ, რომ გახდეთ მისი მეორე მეუღლე თუ არ ვიცი როგორ დავარქვათ, ყველაფერი კარგად იქნება, ხო, რაღაც ეს მომენტი. აქ მალავს ადამიანი, თითქოს გაჩვენებთ, რომ მარტოა, თითქოს გაჩვენებთ, რომ რაღაცა თქვენს გარეშე არ უნდა ვთქვათ ხო რაღაცებს, მაგრამ აქ ბევრი პასუხისმგებლობის მომენტი ამოვიდა. საბოლოოდ ჯამში ადამიანი როგორი მომენტი ესეთ მალავს ყველაფერს, რაც მისთვის იქნება საწინააღმდეგო, ხო, ანუ ადამიანი ცდილობს, რომ ყველაფერში სიტყვა იქნება, ქმედება იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რაც არ უნდა იყოს იქ თუნდაც აი ყველაფერში გათვლილად, ხო, დაფიქრებულად, თითოეული ნაბიჯი, თითოეული რაღაცა მოქმედება ამ ადამიანისგან არ მოდის რაღაც ესე იმპულსურად. ეს არის ყველაფერი, აი აქ გავთვალე, აქ დავფიქრდი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ესე მაწყობს, ნახეთ, განა ის რომ რაღაცა მივიღე გადაწყვეტილება, არა მაწყობს. თუ მაწყობს, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. თუ მაწყობს, ანუ თქვენ გაძლევთ იმ ინფორმაციას და თქვენ იცით ამ ადამიანზე ის ინფორმაცია, რასაც ეს ადამიანი გიყვებათ და რაც ამ ადამიანს აწყობს. ხვდებით? აი ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი, რაც შეიძლება იყოს. იცოდეთ ის, რაც მას უნდა და არა ის, რაც რეალობაში არის. რას მალავს? ხო, ანუ თუ აქ თქვენ მოლოდინები გაქვთ იმის, რომ ადამიანთან შეძლებთ რაღაცა თანაცხოვრებას, ერთად ყოფნას და ასე შემდეგ, აქ ძალიან დიდი ილუზიაში ამოყვებით, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის ურთიერთობაში, ანუ ყოველ შემთხვევაში მალავს თქვენთან ურთიერთობაში იმას, რომ მას აქ სიცოცხლე სჭირდება. ნახეთ, როგორი მომენტი არის, თუ თქვენ რაღაცა ადამიანი გაძლევთ იმას, რაც მას აწყობს, რომ მოისმინოთ, ადამიანი აკეთებს იმას, რაც თქვენ გაგახარებთ და მასაც აწყობს, რომ ეს ესე მოხდეს და თქვენ იცნობთ მხოლოდ მის ერთ ფაქტორს და ნახეთ როგორ მომენტი, აი თუ თავისი რომ მიიღოს, თავის წას რომ მიაღწიოს, თქვენგან ენერგია, თქვენგან ემოცია, თქვენგან რაღაცა ისეთი, არ ვიცი ხო, ვისთვის რა არის, ხო? ანუ სიტუაციურად პრიორიტეტული. ანუ მიიღოს ის, რაც მისთვის არის დამაკმაყოფილებელი, მისთვის არის საჭირო, მისთვის არის მნიშვნელოვანი. მის მდგომარეობას ესე აწყობს და ამიტომ ეხლა ესე უნდა გააკეთოს, ესე უნდა თქვას, ესე უნდა იმოქმედოს, ხო? აი ამ ყველაფერს მალავს. ადამიანი მის რეალურ სახეს მალავს, მის რეალურ ნიღბის ქვეშ ცხოვრობს, ხვდებით? ანუ თქვენთან იკეთებს ნიღაბს და მერე უკვე ნიღბს იხსნის, როცა თქვენთან აღარ არის. ადამიანი მაქსიმალურად და ნუ აქ არის ვიღაც მესამე პირები, კონკრეტული პირდაპირი მიმართულებით, მეუღლეები, ანუ არანაირი დედა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და რაღაცა ნათესავი, აქ რაღაცნაირად მაინც მოვიდა ის მომენტი, რომ აქ არის კონკრეტულად მეუღლის მდგომარეობა, სადაც მეუღლე არსებობს და კარგად დააკვირდით, აბა საღამოს საათებში რამდენად გწერთ, საიდან გწერთ, როგორ გწერთ, რამდენ ხანში აგვიანებს და ასე შემდეგ თქვენთან SMS-ის მოსვლა და რა და როგორი განრიგით გხვდებათ, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ხა ყველასთან ნამდვილად არ იქნება და ვერ რეზონირდება, ბევრი ხართ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ალბათ ვიღაცისთვის საჭირო ინფორმაცია იყო ესეც. მე დროებით გემშვიდობებით, ბედნიერად.